დღეს მსოფლიოში პალიატიური მზრუნველობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში ფოტო გამოფენა ჩატარდა. ცხოვრება სიცოცხლის ბოლომდე ექსპოზიციაზე ცნობილი ადამიანების ახალგაზრდობისა და სიბერის ამსახველი ფოტოები იყო წარმოდგენილი. დღესვე გაიმართა ჟურნალისტ გიორგი ნიორაძის ფილმის ჩვენება, რომელიც ფერისვალების დედათა მონასტრის მოწყალების სახლის შესახებ მოუთხრობს მაყურებელს. Πραγματელი წლის დევიზი ამ დღისათვის არის ცხოვრება სიბერემდე, პალიატიური მზრუნველობა ხანდაზმულთათვის. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, პალიატიური მზრუნველობა არის ის დარგი, როდესაც თითოეული ადამიანის მონაწილეობა აქ არის მნიშვნელოვანი. ეს ეხება მოწყალების დების მუშაობას, რომლებიც ფერისვალების მონასტერში ფაქტობრივად მოხალისეობრივ საწყისებზე მუშაობენ. როდესაც მე ამ ჰოსპისში შევედი და ფილმის გადაღებები დავიწყე, ფაქტობრივად მართლა გულწრფელად გეუბნები ვიყავი გაოგნებული და საქართველოში ყველამ უნდა იცოდეს, რომ თბილისში არსებობს ესეთი ჰოსპისი.